მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდია. ვფიქრობ დღევანდელი გადაცემა გამორჩეული, საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება კი აღმოჩნდეს ზოგიერთი ჩვენი მაყურებლისათვის. ვინაიდან დღეს სტუმრად ვყავს ექიმი, ემბრიოლოგი, პათოლოგანატომი, ქალბატონი ნინო მუსერიძე, პროფესორი, რომელიც არის ასევე ონკოფერტილობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ არაუბრალოდ შვილოსნობაზე, პრობლემებსა და შესაძლებლობებზე, არამედ ამ საკითხზე იმ დაავადებების დროს, რომელიც ჩვენ პაციენტებს შეიძლება გქონდეთ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის. და ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ, მიხარია რომ ამ საკითხს შეეხეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს სფერო თვითონ ონკოფერტილობა ძალიან ახალია, ისევე როგორც ამერიკაში, ისევე როგორც ევროპაში, ისრაელში, მაგრამ არა ისეთი ახალი, როგორც საქართველოში, შესაბამისად გაცილებით მეტი გამოცდილებაა და მინდოდა იმ გამოცდილების გამოყენება, რომელიც დაუშვათ ისრაელში მივიღე და გადმოტანა უკვე საქართველოში, იმისთვის რომ სწორედ ის პაციენტები, რომლებიც ხანდახან მხოლოდ სიცოცხლეთან ბრძოლაში მოისაზრება, მე ვფიქრობ, რომ ონკოლოგია დღეს განაჩენი არ არის, ისინი აბსოლუტურად კარგად ექიმებთან ერთად და ჩვენი ყველა პროგრამის გათვალისწინებით გაიმარჯვებენ, მაგრამ მერე უკვე ეს ჩნდება სოციალური პროგრამა, ეს პრობლემა, პაციენტის იმედი არის სწორედ ის, რომ როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ბრძოლაზე, ჩვენ ვესაუბრებით მას დაავადების დამარცხებაზე, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობის გადარჩენასა და მის მომავალ შვილებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თემა ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ამ პაციენტებისთვის, რომელსაც გვია ონკოპაციენტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ამას ასე კონკრეტულად აღნიშნავთ ონკოლოგიურ პაციენტებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა დღეს, თუმცა მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც და ზოგადი ცოდნიდანაც, რომ რა თქმა უნდა არსებობს ძალიან ბევრი ისეთი დაავადება, გულსიზრდათა იქნება ის თუ ნევროლოგიური იქნება თუ ინფექციური ტუბერკულოზი და სხვა, როდესაც ექიმები, ძირითადი დაავადების მართვაში ჩართული ექიმები პირდაპირ ეუბნებიან ხო პაციენტს, რომ სამწუხაროდ არის უკვე ჩვენება და ურსულობა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციული თვალსაზრისით ჯანმრთელია ქალბატონი, ხო? ან იგივე შეიძლება ბატონთან მიმართებაში, მამაკაცთან მიმართებაში გქონდეს. ასევე ძალიან ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც თვითონ დაავადება კი არ არის უკვე ჩვენება, არამედ ამ დაავადების მკურნალობა და ამ მკურნალობის დროს ბუნებრივია მე მგონია სამწუხაროდ ესეთი შემთხვევებიც პრაქტიკაში, როდესაც ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწეობდით, როდესაც ორსული უკვე გოგონა და იძულებული იყო რომ გაეკეთებინა. ხელოვნურად შეეჩერებინა ორსულობა, აბორტი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ქიმიოთერაპია და ეს ერთად. ანუ ეს პრობლემები პრინციპში სულ არსებობდა. მაგრამ რაღაცა მაინც წარმოდგენილი იყო, რომ რაღაცა მართვით შესაძლებელი. აი ონკოლოგიაში პირდაპირ რა დროს შვილოსნობაზე ფიქრია, თავარია გადარჩეს. არის ეს სტიგმა ჯერ კიდევ და ადრე მით უმეტეს იყო. ამიტომ ამ კუთხით მინდა ჩვენმა მაყურებელმა და სხვათა შორის ჩვენმა კოლეგებმა შეხედონ დღევანდელ ამ პრობლემას და საუბარი დავიწყოთ იმითი, რატომ შეიძლება რომ ონკოლოგიური დაავადების დროს თუნდაც უკვე ყავდეს ერთი შვილი ადამიანს და უნდა მეორე. არა მარტო სამედიცინო ბიოლოგიური დაუშვათ სუფთა კუთხით შევხედოთ, არამედ შევხედოთ ამას სწორედ ფსიქოლოგიური, სოციალური და ბუნებრივია პერსონოლოგიური კუთხით. იქნება აი ამ თემით დავიწყოთ. ძალიან კარგი თემა. გაჩნდა იდეა რომ ონკოფერტილობაზე კი ბატონო და ეზრუნა მედიცინას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი რამ იყო ტაბუდადებული, სტიგმა ჰქონდა და ამბობდნენ რომ ეს არა. დღევანდელ დღეს ქიმიოთერაპია ტარდება მეორე ტრიმესტრში და არ წყვეტენ ორსულობას. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პირველი რომ შეიცვალა ონკოლოგიის მკურნალობის ასე ვთქვათ, საშუალებები გაჩნდა ისეთი, რომელიც ასევე შეიძლება ჩატარდეს ორსულობის პერიოდში. არ ვნებს ნაყოფს. არ ვნებს ნაყოფს, დიახ. და წარმოიდგინეთ, რომ ანუ MRT-ს გაკეთება მაგალითად ორსულისთვის არ შეიძლება, როცა კონტრასტით კეთდება ძუძუს სიმსივნეების შემთხვევაში, მაგრამ აი ქიმიოთერაპია მეორე ტრიმესტრში შეიძლება. ნახეთ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მედიცინაში და მედიცინა არის ის დარგი, რომელიც ვითარდება ალბათ, არ ვიცი, ძალიან სწრაფად
წამები, წუთები, ყველაფერი თუ რაღაც არ წაიკითხე. დღეს შენ ხვალ უკვე ჩამორჩები იმ სფეროს, რა სფეროშიც მოღვაწეობ. შესაბამისად, აი ეს განათლება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ასოციაციებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთონ იმისთვის, რომ აამაღლონ ჩვენი ექიმების ცოდნა ამ სფეროში და როცა ამ სფეროზე ვსაუბრობთ, სწორედ იმაზეა საუბარი, რომ გაიდლაინები არსებობს დღეს მსოფლიოში, რა გაიდლაინებითაც მოღვაწეობთ და ონკოლოგიას და ონკოლოგებთან ერთად, რა თქმა უნდა, რეპროდუქტოლოგები მართავენ ასეთ პაციენტებს. ნახეთ, შეიცვალა ქიმიოთერაპია, შეიცვალა იმუნოთერაპია და არსებობს დღევანდელ დღეს გენეტიკა მოწმდება უკვე სიმსივნეების და ვიცით რას უნდა ვუმკურნალოთ, როგორ და ძალიან ბევრი კი ბატონო, ძალიან ბევრი დაავადება, რომელთანაც მიმართებაში პრაქტიკულად ითვლებოდა, რომ ის არის გაუკურნებელი სენი და პრაქტიკულად შეუძლებელია ამის განკურნება, იმიტომ რომ ქიმიოთერაპიას რაღაცა ზღვრები ქონდა დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი დაავადება მესამე და მეოთხე სტადიაშიც კი შეიძლება უკან დავხიოთ და ამიტომ ვფიქრობ რომ მედიცინაში დღევანდელ დღეს რაც ონკოლოგიაში მოხდა აი ეს ნახტომისებური განვითარება. ასევე არის რეპროდუქტოლოგიაში. რეპროდუქტოლოგიაში პრაქტიკულად ყველაფერი შეცვალა გენეტიკამ. ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ პროტოკოლები შეგვეცვალა, ჩვენ ტექნოლოგიური ისა გვაქვს პროგრესი, გვაქვს ემბრიონის განვითარებასთან მიმართებაში. ასევე კვერცხუჯრედის განვითარებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ IVM-ზე, რომელიც არის ლაბორატორიაში კვერცხუჯრედის მომწიფების საშუალება. ამიტომ ჩვენ დღევანდელ დღეს როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ იმ ტექნოლოგიურ პროგრესზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში და რომელიც აბსოლუტურად შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პაციენტებისთვის და ჩვენი ექიმებისთვისაც, რადგან ეს არის სფერო, რომელიც მაინც უნდა განვავითაროთ როგორც სფერო, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც მუშაობს ონკოფერტილობასთან მიმართებაში და ძალიან რთულია, როდესაც მაგალითად არ უმოღვაწებია ექიმს ამ სფეროში, არ წაუკითხავს დაუშვათ იმდენი რაც არსებობს სიახლეები, არ ქონია შეხება დაუშვათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, მე ძალიან ის დიდი გამოცდილება მივიღე საქართველოში ონკოლოგიაში მუშაობასთან ერთად, როდესაც ბატონ კოტე მარდელეიშვილთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ ონკოპაციენტების ბიოლოგიური მასალის ბანკი და ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ონკოფერტილობა დაწყებულიყო საქართველოში და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნახეთ, მაშინ პირველად მქონდა შეხება ონკოლოგებთან. ეს ძალიან რთული სფეროა მართლა და როდესაც შენ მოღვაწეობ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ერთად სიცოცხლისთვის იბრძვი ძალიან რთულია რაღაც სხვაზე იფიქრო და გადაერთო, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა და პაციენტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი პაციენტი უიმედოდ არ გავა თქვენი კაბინეტიდან ონკოლოგებო, რომელსაც თქვენ ესაუბრებით მის მომავალ შვილზე. ამიტომ ეს არის თემა, რომელსაც მსოფლიოში ყველგან, ევროპაში, ამერიკაში, ისრაელში ყველგან აძალებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ ხანდახან პაციენტსაც ეს იმდენად შოკის მომგვრელია, როდესაც შენ გესაუბრებიან ონკოლოგიაზე და მე მესმის აბსოლუტურად ყველა პაციენტის ამ დროს არავინ არ ფიქრობს სხვა რამეზე, გარდა იმისა, რომ უნდა გავიმარჯვეთ და გადავრჩეთ, ნახეთ და მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა შენ ესაუბრები უკვე მომავალზე, ჩვენ უკვე გადავრჩით. ამიტომ აი ანუ ფსიქოლოგიური მომენტია ძალიან დიდი. იმეცაძლევ რომ არა თუ ონკოლოგიას დავამარცხებთ, არამედ მე ვიფიქრებ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, შენს შვილზე, შენს მომავალზე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როცა ვსაუბრობთ ასევე ტუბერკულოზზე და სხვა იმ დაავადებებზე, რომელსაც ჩვენ ვისაუბრეთ დასაწყისში, ანუ თქვენ შეკითხვა დასვით, ესეც შეიცვალა ძალიან ბევრი რამ აქაც და ჩვენ ტუბერკულოზიან პაციენტებთანაც ვმუშაობთ, ჯერ ტარდება ის დაავადების ძირითადი დაავადების კურნალობა, სადაც ასევე ქიმიოთერაპიას ვეძახით. კი ბატონო, იმიტომ რომ საკმაოდ ტერატოგენული პრეპარატებია და როცა გვაძლევენ უკვე უფლებას და დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ 30 წლის შემდეგ დაიბადა ბავშვი კვერცხი გაყინული ემბრიონიდან და ასე შემდეგ და სწორედ ეს ძალიან ბევრი პოლემიკა, ანუ კომენტარები წავიკითხე სოციალურ ქსელში, ხოთასმით როგორც არის და ხო, ანუ ვიღაცას არ მოსწონს, რატო უნდა დაიბადოს, დედაზე დიდია და ასე შემდეგ და ის ბავშვი უნდა დაბადებულიყო. ჩვენ
იბადება ბავშვი მაშინ, როცა გადაწყვეტს, რომ დაიბადოს ბავშვი. და რეალურად გაყინვა არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. გაყინვა არსებობს, რომ იმას დროში გადადება ხდება, ანუ დაავადება ონკოლოგია, უნდა მოგცენ უფლება, რომ დედა გახდეს. ანუ ორსულობაც თავისებური დატვირთვა ამ ორგანიზმისთვის და შესაბამისად შეიძლება გადავდოთ ეს საქმე. გადავდოთ. მე მყავს პაციენტი, რომელსაც გაყინული აქვს თავისი ემბრიონები, იცის მისი გენეტიკური წარმომავლობა, იცის რომ ჯანმრთელი შვილები ელოდებიან და როცა მას დაათრთავენ ნებას და ეს შეიძლება იყოს 10 წლის მერე, 15 წლის მერე. ის გააჩენს ამ შვილს და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს მისი შვილია და მე სამედიცინო პროგრესი და ტექნოლოგიების განვითარება ემსახურება იმას, რომ რაც მე არ შემიძლია გავაკეთო დღეს დაავადების გამო, მე ეს უნდა შემეძლოს გავაკეთო მას შემდეგ, რაც ამ დაავადებას დავამარცხე. თვითონ მიდგომაც, აი ცოტა მედიცინის ფილოსოფიის კუთხითაც, თუნდაც ჩვენი ცხოვრებისეული და ეთიკისა და სამართლის კუთხითაც რო შევხედოთ, საყოველთაო ცნობილი თემაა, როგორც კი ბიოეთიკაც იმიტომ გაჩნდა, ხო, რომ მორალური საკითხები დგება ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ასეთია განმარტება თვითონ ამ საქმესაც, ამას სწავლობს. და ძალიან ბევრი პოლემიკა იყო, არის და იქნება ამასთან დაკავშირებით. თუმცა აქ ჩვენ ალბათ ერთი რამ უნდა დავინახოთ ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ბედნიერებაზე. და მე თუმე დღეს ონკოლოგიური პრობლემა, ან სხვა რაიმე სამედიცინო პრობლემა შემემთხვა, ეს არ მართმევს უფლებას მომავალში იყო ბედნიერი და გავხდე დედა. ამიტომ ამ კუთხით მინდა ახლა დავსვა კითხვა. როგორ დაიბადა იდეა? თქვენ უკვე ფაქტობრივად დასაწყისი პრეისტორია ახსენეთ ონკოლოგებთან თქვენი ურთიერთობის. მაგრამ იდეა რომ თქვენ ონკოფერტილობას მიმართულება, მე მინდა ეს მაყურებელმა და ჩვენმა კოლეგებმაც კარგად გაიგონ, რომ ერთია, როდესაც უბრალოდ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში არსებული პრობლემების გამო იყენებ ამ ტექნოლოგიას და წყვილებს ჩუქნის სიხარულს, მაგრამ მეორეა, როცა უკვე ძალიან სამეცნიერო კვლევით, პრაქტიკულ, აკადემიურ სახეს აძლევ ამას ყველაფერს და აი ასეთი სხვადასხვა დაავადებების დროს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებას ახერხებ. ეს იდეა დაიბადა იმიტომ, რომ თქვენ ონკოლოგებისგან წამოგივიდათ ინფორმაცია, თუ ყავდათ პაციენტები ონკოლოგიური პროფილით, საინტერესო როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ანუ მყავდა პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ ონკოლოგიური პრობლემა. მე ძალიან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტში გავიზარდე პროფესიულად და წარმოიდგინეთ, რომ არა მარტო ონკოლოგიური პაციენტები, არამედ ეს იყო პრაქტიკულად რეპროდუქციული ჯანმრთელობის აკვანი, ასე ვთქვათ, საქართველოში და ძალიან ბევრი პრობლემა წამოვიდა იქედან. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ყველა პაციენტი მოდიოდა იქ. ანუ რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ვისაც აქ იყო გენეტიკური პრობლემით პაციენტები, ონკოლოგიური პრობლემით პაციენტები და პირველად, როდესაც მე თვითონ კვერცხუჯრედის გაყინვასთან მიმართებაში არა, ქსოვილის გაყინვა მქონდა სწორედ იქ. და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმ ქალბატონმა სხვა შორის გააჩინა შვილი, სწორედ იმ გადანერგინი ტრანსპლანტაცია გაიკეთა თავისი ქსოვილის, ოღონდ მაშინ არა საქართველოში, რა თქმა უნდა, ლონდონში ცხოვრობდა და იქ ეს კეთდება. ისრაელში ძალიან ბევრი ბავშვია დაბადებული, მაგრამ ის რომ ჩვენთან გაიყინა ეს ქსოვილი, ეს იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ ამას შევეხე. თქვენ ხართ ასევე პათოლოგ-ანატომი. კი ბატონო, ანუ შესაბამისად ეს ჩემთვის აბსოლუტურად შეხება იმასთან, რომ ქსოვილებთან, უჯრედებთან და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის ეს მართალი რომ გითხრათ, ბატონი არჩილ ხომასურიძის მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მან დამაძალა, წავსულიყავი რეპროდუქტოლოგიაში. დასჭირდა მაშინ ჟორდანიას ინსტიტუტს ის, რომ გადავიდა ერთი ჯგუფი და გახსნა თავისი კლინიკა და მეორე ჯგუფს სჭირდებოდა და სხვა შორის ბატონი გია ცაგარეშვილი, რომელმაც პირველი კლინიკა გააკეთა, ასე ვთქვათ, ინვიტრო განაყოფიერების, მან ურჩია, რომ აი ნინო იყოს ემბრიოლოგიაში, თუმცა მე მაშინ უკვე ეს უკვე ისტორია. მე უკვე ვიყავი პათოლოგ-ანატომი და არანაირი ინტერესი, მართალი რომ გითხრათ, ძალიან მომწონდა ჩემი სფერო. მომწონდა, რომ ონკოპაციენტებს ვეხმარებოდი, იმიტომ რომ რეალურად ჩემი დიაგნოზით შემდგომ ადრეული მკურნალობა ტარდებოდა, ანუ ვიცოდი, რომ სიცოცხლე იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიცოდი, რომ ამაში წვლილი შემქონდა და საერთოდ არანაირი სურვილი არ მქონია რეპროდუქტოლოგიასთან ურთიერთობის მართლა გეუბნები. ეს არის აბსოლუტური სიმართლე და ანუ აი ასე მოვხვდი სიცოცხლის შექმნის პროცესთან. და მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან მადლიერი ვარ.
იცით რა ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ნინო მადლობა ამ გახსენებისთვის ამ მონაკოთის და ამ ჩვენი რა თქმა უნდა შესანიშნავი კოლეგების რომაც საფუძველი ჩაუყარეს და საერთოდ ესე ხდება გამოვლენდებიან ხოლმე ადამიანები რომელიც თითქოს თავის თავზე ისტორია აკისრებს განგება თუ თვითონ რაღაცა გარკვეულ ფუძემდებლის როლს და ძალიან სასიამოვნოა რომ ისინი გამოარჩევენ ხოლმე ახალგაზრდებს რომლებიც შეხედავენ პოტენციალს და მართლაც გარკვეულწა ჩვენ ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას რა არის მნიშვნელოვანი მარტო ცოდნა შრომის მოყოლება თუ ზოგჯერ ცოტა განგებაც ბედიც განსაზღვრავს ადამიანის პროფესიულ გზას და კარიერულ გზას და ალბათ ეს ყველაფერი ერთად ნამდვილად და მართალი გითხრათ აღმოჩნდით ემბრიონი აღმოჩნდი იმასთან რომ სიცოცხლის შექმნასთან მაქვს მაგრამ დარჩა ონკოლოგიის თემა აი ეს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ეხა გასაგებია რომ თავისთავად იდეა შექმნილი ონკოფერტილობის ხაზი მიმართული რომ და კიდევ ერთხელ პროფესორ თულესია ძალიან მნიშვნელოვანია შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა რომ ჩემი თვალით მაქვს აბსოლუტურად ნანახი ის ტკივილი სევდა ახალგაზრდა ქალბატონების 20-21 წლის გოგოები წოლილან ჩვენს კლინიკაში როცა მე ამ სფეროში მენეჯმენტში მუშაობდი და მქონდა აი ეს ტკივილი სულ რომ ეს ადამიანი ტირის არა მარტო იმას რომ იქ საკვეთს გამოაჩერეს თუ საშვილოსნო და სხვა არამედ იმას რომ მას შვილი აღარ ეყოლება. აი ამ შემთხვევაში მაინტერესებს შემოვიტანოთ კიდევ ერთი თემა. ეს არის იმ შემთხვევაში როდესაც მათ კი ბატონო კვერცხუჯრედი გავყენეთ გასაგებია სხვა სიმცინური პროცესის გამო, მაგრამ რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის და შესაბამისად ის თვითონ შეიძლება იყოს ტარებელი თავისი ემბრიონის და გააჩინოს თვითონ შვილი. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება საკვეცხის ან საშვილოსნოს ამოკვეთას, აი ესეთ შემთხვევები თუ გქონიათ და ამ მიმართულებით როგაც საკვეცხის ამოღების შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის, იქიდან გამომდინარე ჩვენ ვყინავთ ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედს რეალურად საშვილოსნოს რა თქმა უნდა, რა პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შემოწმება ხდება გენეტიკურად და ვიცით რომ ჯანმრთელია და შემდგომ ხდება გადატანა. საკვეცხის სიმსივნეების შემთხვევაში, როცა პრაქტიკულად ჯანმრთელია ქალი ამოღებულია სამიზნე ორგანო და არ არის ჩვენ კვერცხუჯრედს ვყინავთ ყოველთვის აქ ქსოვილის გაყინვაზე არასდროს არ ვსაუბრობ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მოხდეს რაიმე რეციდივი. ამ დროს პრაქტიკულად შენი გენეტიკური მასალა ინახება და შემდგომ უკვე ხდება გადაბადება. ამ შემთხვევაში თავისით შეუძლიათ გააჩინონ შვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ის სამიზნე ორგანოები არ არის. როდესაც ვეხებით უკვე ძუძუს კიბოს მაგალითად, აქ უკვე დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდის ეუბნებიან პაციენტს, რომ შეგიძლიათ გააჩინოთ შვილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტაფი, რომელიც მუშაობს ონკოპაციენტებთან. იმიტომ რომ უნდა იცოდე, როგორ დაიწყო, როდის დაიწყო, რა პრეპარატით დაიწყო და რა რისი უფლებები გვაქვს და რასთან გვაქვს საქმე. ისევე როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მუშაობთ აქტიურად ონკოლოგებთან. ანუ ამ სფეროსთან მიმართებაში არა მარტო საქართველოს ონკოლოგიაში, არამედ ონკოფერტილობის ასოციაცია გაწევრიან და საერთაშორისო, ანუ როგორც მსოფლიო ასოციაციაში, ასევე გაწევრიან და ონკოლოგების ევროპულ ასოციაციაში შესაბამისად ჩვენ 450 კოლეგა გვყავს გაერთიანებული ამ სფეროში და აი დღევანდელ დღესაც ჩვენ როგორც ონკოფერტილობის ასოციაცია მხარდამჭერი ვართ იმ ექიმების და ვაფინანსებთ მათ 70%-ს კონგრესზე მონაწილეობაში, რომელშიც იქნება 18-დან 21 ეს არის ასოციაციის როლი. ეს არის ასოციაციის როლი. ხშირად გვისაუბრია მაგაზე, რომ ასოციაციებს უფრო მეტი უნდა შეეძლოთ, ეს არის დარგის განვითარებაზე ზრუნვა, იმიტომ რომ თქვენზე უკეთ სპეციალისტებზე უკეთ ეს არავინ არ იცის და აქვე მინდა ჩაგეკითხოთ ბოდიში ამბობდით რაღაც, მაგრამ უბრალოდ მინდა ეს თემა ჩავშალოთ, რადგან ჩვენთან ზოგჯერ იქნება ასოციაცია და ის სხვა მიზნებით და ასე ვთქვათ 200-ზე მეტი ასოციაცია შეიძლება იყოს და აბსოლუტურად ფუჭი. ანუ დარგის განვითარება ასოციაციის მიზანი მთავარი დადგენილებათაც ესეა, რომ მათ პროტოკოლები უნდა შექმნან, ეროვნული გაიდლაინები უნდა გააკეთონ და ასე შემდეგ და იზრუნო კოლეგების განსწავლაზე. იქნება ორი სიტყვით, აი თქვენი ონკოფერტილობის ასოციაციაზე ვისაუბროთ და აქვე აღნიშნავ, რომ როცა ასოციაცია ასეთი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება ყალიბდება, ხო სწორია? ამიტომ სუბსპეციალობაზეც ხომ არ ფიქრობთ, არის თუ არა ასეთი კვალიფიკაცია რეზიდენტურის კუთხით როგორ არის და საერთოდ ველოდებით თუ არა რომ ახლო მომავალში უბრალოდ ონკოლოგის და უშუალოდ რეპროდუქტოლოგის ერთობლივი საბჭო და ინტეგრირებული და უშუალოდ მიდგომა კი არ იქნება მხოლოდ რაც ინტეგრირებული მედიცინა ხა ბუნებრივი თემაა, მაგრამ
ახალი სუბსპეციალობა ხო არ იქნება, ვინაიდან უკვე ასოციაცია ძალიან კარგი შეკითხვა, მინდა გითხრათ, რომ ესეთ სუბსპეციალობები პრაქტიკულად არსებობს სოფლიოში. აუცილებლად არსებობს კლინიკებში, სადაც არის სწორედ ინვიტრო განაყოფიერება, იქვე არის ონკოლოგი, რომელიც სწორედ მართავს ესეთ პაციენტებს, ასევე რეპროდუქტოლოგი, რომელიც გადამზადებულია და ონკოლოგიურ პაციენტებს მართავს. ჩვენ ასეთი ქალბატონები უკვე ყავს, ვინც მოღვაწეობდა არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში და შემდგომ ისინი უკვე საქართველოს დაუბრუნდნენ, ისინი ქართველები არიან შესაბამისად, შემოგვიერთდნენ ჩვენს გუნდში და როგორც სუბსპეციალობა შესაბამისად, რეალურად კი მუშაობენ. ჩვენ 2023 წელს გამოვეცით წიგნი ონკოფერტილობაში ქართულ ენაზე, სწორედ და დღევანდელ დღეს ჩვენ გვინდა სომხეთშიც გავაკეთეთ კლინიკა ბრენჩი და იქაც გვინდა რომ ეს სპეციალობა განვითარდეს, იმიტომ რომ აი ძალიან მიუხედავია ეს პაციენტები. მაგალითად ისრაელში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტრანსკავკასიური რაღაცა ქსელი იქმნება. კი ბატონო, ასევე ასოციაციებს, რეპროდუქციული ასოციაციებთან განვერთიანდით და ონკოლოგიურ ასოციაციებთან შესაბამისად აი ეს გაიდლაინები, რომელიც ახსენეთ, ჩვენ გვინდა რომ საქართველოში ქართულ ენაზე არსებობდეს უკვე შემოვიტანოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იყოს ადაპტირებული, იმიტომ რომ პრაქტიკული მნიშვნელობა გქონდეს. შეუძლებელია მარტო ვისაუბროთ ამაზე. ზოგი პრეპარატი არ არის რეგისტრირებული საერთოდ ის ქიმიო პრეპარატებზე თქვენ საუბრობთ, რომ არ არის. დღევანდელ დღეს ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველაფერი არის ისეთ დონეზე, როგორიც არის ევროპაში, ამერიკაში და ყველა იმ ქვეყნებში. ანუ საფუძველი არსებობს ონკოფერტილობა, როგორც მიმართულება განვითარდეს. შესაბამისად, ჩვენთან დღეს საუბარია იმაზე, რომ კლინიკური ემბრიოლოგიაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორ განვითარდეს, მის განვითარებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტები, აკადემია ონკოლოგიური დაწესებულებები და ჩვენი სფერო, რეპროდუქტოლოგია, ერთად გავერთიანდით, ერთად ჩამოვაყალიბეთ რაღაც გუნდი, რომელიც მუშაობს ამაზე. ვიცით, რომ შეიძლება 10 დღე გქონდეს და იმ 10 დღეში უნდა მოვასწროთ ეს ყველაფერი და რომ ძირითადად დაავადება არის აქ მთავარი, რა უნდა გავაკეთოთ, რისთვის ვიბრძვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მაგრამ აი ეს დრო და იცით, მინდა გითხრათ, რომ აი ეს დრო, რომელსაც ვაძლევთ ხოლმე და ვეუბნებით, რომ კი მოვასწრებთ და ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითო პაციენტისთვის. ანუ უნდა იმშრომოთ დღეს, რომ ბედნიერი იყოს ადამიანი ხვალ. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა გითხრათ, რომ აი ის თვალები არასდროს არ დავაწყდ. გენეცვალე ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა ჩვენ ის თემაც ვახსენოთ, მე ჩამრჩათ ჩვენი ძველი რამოდენიმე ხნის წინამდელი კონგრესიდან, სადაც ჩვენ გადავიკვეთეთ თქვენი საუბარი 13-14 წლის გოგონაზე, სადაც მოხდა კვარცხლბეკის შესახებ, ძალიან მინდა ეს თემა ვახსენოთ. ნუ იქ უბრალოდ რომ ჩავხუროთ ის საკითხი, მე ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო იქნება არა მარტო ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, რომელიც ამ წუთას რეალობაში არსებობს. არამედ დარწმუნებული რომ თქვენ ალბათ სუბსპეციალობის პროგრამას დაწერთ მალე, ან რეზიდენტურას გააკეთებთ ამ მიმართულებით. ნუ ეს სამინისტროში ალბათ გადაწყდება ეს ფორმალური საკითხები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი ან თქვენი კლინიკის და თქვენი გუნდის ან საქართველოს ექიმების გუნდის გამარჯვება, იმიტომ რომ ეს არის საჭიროება, რომელმაც შეიძლება აი ესეთი კავკასიური რეგიონული, ასე ვთქვათ, ჰაბის სახე მიიღოს და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ჩვენ სამედიცინო ტურიზმზე როცა ვსაუბრობთ, ხო? უნდა ვიყოთ იმდენად გამართულები წელში, რომ მორბოდეს ჩვენთან პაციენტი აი მსგავსი პრობლემი და იცოდეს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზი დაუდგინდა სადღაც შუა აზიაში ადამიანს, მაგრამ გაიგო საქართველოს შეგიძლია წახვიდე, ეს პრობლემა მოაგვარო და რამდენიმე წლის მერე უკვე შვილი გეყოლება. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამას ძალიან ფართო მნიშვნელობა აქვს და არა მარტო კონკრეტული კიდევ ერთხელ ვიტყვი ექიმისთვის, პაციენტისთვის ან დაწესებულებისთვის. მაგრამ აი მინდა იმ გოგონას საქმე აუცილებლად, რა თქმა უნდა, კონფიდენტობის დაცვით მოკლედ მიმოვიხილოთ და მე ზოგადად პაციენტების თემაზე გადავიდეთ. რას ეუნებიან, როგორ ეუნებიან, რა განწყობა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის. აი ძალიან დიდ საქმეს, რასაც თქვენ შეეჭიდეთ და მშვენივრად უძღვებით, რადგანაც მოზარდების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში და ზოგადად სექსუალური
სექსუალური ჯანმრთელობის მიმართ, სექსუალური განათლების მიმართ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ იცით, რომ ჯერ კიდევ არის მყიფე, სუსტი და ორაზროვანი. და მინდა რომ ჩვენ მოგვისმინონ დედებმა, მშობლებმა ასეთი მოზარდების და იცოდნენ, რომ რახან ის ჯერ კიდევ 12, 11, 13, 14 წლის არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ აწყოში ვიცხოვროთ და არ ვიცხოვროთ მომავალში, არ ვიფიქროთ, რომ მას მერე ეს პრობლემა გადასაჭრელი ექნება. როგორი იყო ეს ისტორია და როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად და მინდა გითხრათ, რომ ონკოლოგიაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ რეპროდუქციული ასაკი. რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ დაახლოებით 18 წლამდე ეს არის ლეიკემია. სამწუხაროდ 18-დან 19-20 წლამდე ეს არის ლიმფომა და სემინომა მამაკაცებში, მაგალითად, ასევე ახალგაზრდა ასაკია, ასევე არის სარკომა. შესაბამისად, სწორედ სარკომის დიაგნოზი იყო იმ პაციენტთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ ჩვენ და ეს არ იყო ქართველი წყვილი. ანუ საქართველოს მოქალაქეები, ეს იყვნენ უცხოეთის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, იქ რეკომენდაციები იყო გაწეული აბსოლუტურად სრულად და მშობლებმა, ანუ პაციენტი რამდენი წლის იყო? 14. და შესაბამისად ნამდვილად ასეთ პაციენტებში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ ტარდება ძალიან მულტი რამოდენიმე პრეპარატის ჩართვა ქიმიოთერაპიის და ამ შემთხვევაში ყოველთვის ხდება ის. იცით რა, არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აუცილებლად არ გვექნება საშუალება, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, მით უმეტეს ლიმფომების შემთხვევაში, მაგალითად, ხოჯკინის ლიმფომასთან მიმართებაში, რომლებიც იმკურნალებენ, შეიძლება გაყინან კვერცხ ხუჭად, საერთოდ არ დასჭირდეთ, იმიტომ რომ თვითონვე გააჩვენენ თავიანთ ბიოლოგიურ შვილს, მაგრამ ყველას ერთნაირი მკურნალობის მეთოდი არ აქვს და ჩვენ ვართ ინდივიდები, აბსოლუტურად ვიბადებით ქალები მით უმეტეს, სრულიად ჩვენი მარაგით. ამიტომ ეს მარაგი შეიძლება ვიღაცას ქონდეს 40 წლამდე, შეიძლება 45 წლამდე და შეიძლება 25 წლამდე. ამიტომ ეს მარაგი რამდენი გვაქვს, ეს უნდა შემოწმდეს აუცილებლად, შესაბამისად ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და უნდა ვუთხრათ აუცილებლად პაციენტს, იმიტომ რომ პაციენტმა არასდროს არ იცის, თუ რა მარაგი აქვს და როგორ იქნება, რომელი დაავადების დროს რა პრობლემა შეიძლება შეექმნას, როგორი მოქმედება აქვს ტერატოგენული, არატერატოგენული, დაუშვათ შეიძლება რომ რაღაც პრობლემა შექმნას შვილოსნობასთან მიმართებაში, ამიტომ რეპროდუქტოლოგთან ერთად ონკოლოგი არჩევს ამ საკითხს, რა თქმა უნდა პაციენტთან ერთად, პაციენტის მშობელთან ერთად და გადაწყვეტილებას ღვებულობთ ერთად. ანუ მულტი ცენტრული ეს არის რეპროდუქციული მედიცინის ეთიკა. ეთიკა, ნამდვილად. აქედან გამომდინარე, როცა მე ყველაფერი ვიცი, გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ვიღებ მე, როცა ვეხებით სხვა ქვეყნებს, იმ ქვეყნებში პირდაპირ გაიდლაინით არის, რომ ჯერ უნდა გაყინოს კვერცხუჭრადი, შემდგომ უნდა წავიდეს უკვე გარკვეულწილად სავალდები მანდატორულია, რა თქმა უნდა. და ჩვენთან ეს არის ნამდვილად ეთიკა, რომ ჩვენ ვუთხრათ პაციენტს ყველა ის შესაძლებლობა და მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ თუ ჩვენ უბრალოდ დავასახელებთ რაღაც ჩამოყევით ბალის მოხდის მიზნით რო კი გვაქვს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია შენ ზუსტად ისე აუხსნა, როგორც ფიქრობ, მე მაგალითად ასე ვფიქრობ ზუსტად, რომ ის პაციენტი 24 წლის გოგონა მყავდა მაგალითად, რომელსაც უცუს კიბო ჰქონდა და ნუ მე არ ვიცი როგორი ბედნიერი წავიდა ის ჩემგან და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ასიმეტრია და უნდა აუხსნა გასაგებენაზე. და იცის რომ დაბრუნდება და ის გახდება დედა. ეს არის მნიშვნელოვანი. გაიგო ეს თქვენი. ხო, ამასშია საქმე, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ კოლეგაც რო იყოს ჩვენი პაციენტი, შეიძლება ჩვენ სფეროში არ იყოს მათ შეხედული. ცოდნის ასიმეტრია ყოველთვის გვაქვს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათთვის გასაგებ მარტივ ენაზე აუხსნათ, რომ მან თვითონ მიიღოს მერე ნამდვილად ინფორმირებული თანხმობა მოგცეს. კოლეგები კიდევ უფრო რთული ვართ. რთული ნამდვილად. ამიტომ ახსენე, რომ როდესაც კოლეგაა პაციენტი, იქაც კი შეიძლება გქონდეს და ზოგჯერ მეტი პრობლემა. ასე რომ ვფიქრობ, რომ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ინფორმირებული თანხმობის და გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის ასე ვთქვათ პრინციპით ხელმძღვანელობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ხვალდაზე დარგი თუ განვითარდება და მანდატორული გახდება ის, რომ უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების ხარისხზე და მომავალზე პაციენტის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ რახან ჩვენ ამ თემას შევეხეთ, როგორ უნდა მოხდეს პაციენტის ინფორმირება, რა შეიძლება მოყვეს არასწორ ინფორმირებას, როგორი შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მერე შესაბამისად პაციენტის, მინდა რომ თავად ყოფილ ონკოპაციენტს მოусმინოთ ამასთან დაკავშირებით და თქვენის ნებართვით მოვიწვევ მას ახლა სტუდიაში.
და აი სტუდიაში შემოგვიერთდა სოფო ფირანიშვილი, რომელსაც იცნობს მე მგონი ჩვენი პულსის მაყურებელი ყოველ შემთხვევაში თავისი გადაცემით. იგი ასევე არის ონკოკლუბის დამფუძნებელი და რა თქმა უნდა, როგორც ყოფილი ონკოპაციენტი, ამ მიმართულებით თავის ისტორიას გაგვიზიარებს. სოფო, გამარჯობა, მადლობა მოგზაურობისთვის. გისმენთ ხოლმე. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან ვამაყობ, რომ ქალბატონი ნინოს გვერდით ვარ. გისმენთ და რაღაცნაირად სიამაყის და მადლიერებით მევსებოდა გული იმ 14 წლის პატარას ადგილზე და დავაკვირდი, რომ საზღვარგარეთიდან გიპოვეს და მე აქ საქართველოში ვერ გიპოვეთ სამწუხაროდ. და ეს ეხლა ერთდროულად მაქვს მადლიერების და რაღაცა ასეთი შინაგანი განცდა, რომ აი რა მაგარია ღმერთო, რომ არსებობს და საქართველოში დაიბადეთ და ამ ყველაფერს აქ აკეთებთ და თან რაღაც სულიერად თითქოს რაღაც ჩამწყდა, იმიტომ რომ ეს მე თვითონ ვერ მოვახერხებ. ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორიის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც მითხრეს, რომ შვილი აღარ მეყოლებოდა და ეს ძალიან უხეშად გააკეთეს, მე ჯერ კიდევ მაშინ თავად ჩემი დაავადება გააზრებული არ მქონდა, იმიტომ რომ ხო ზუსტად ესია, რომ რაღაც თითქოს გეუბნებიან, რომ სარკომა გაქვს, გეუბნებიან, რომ არ გაქვს კარგი სიტუაცია, იწყებ კიდეც პროცედურებს, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, თამდები ნაბიჯებია, მაგრამ რატომღაც ვერ ვფიქრობ და ამას შენ ყოველ შემთხვევაში ვერ იაზრებ. თუმცა სიმართლე გითხრათ, არასდროს არ მიფიქრია შვილი როდის მეყოლებოდა ან აი საერთოდ ჩემ ცხოვრებაში არ მახსენდება მომენტი და უცებ რო გეუბნებიან რომ აი შენ შვილი არ გეყოლება. ანუ შენგან არ მოდიოდა ეს კითხვა, ხო მართალია? დიახ, არც მანამდე ცხოვრების განმავლობაში არ მოდიოდა. სოფო, რამდენი წლის იყავი, როცა სარკომის დიაგნოზი დაგიგო? 21-22 წლის იყავი. ისიც რისი თქმა მინდა რომ მე არც მიფიქრია თუნდაც როგორი დედა ვიქნებოდი, მაგრამ უსე გეუბნებიან ძალიან უხეშად რომ შენ დედა აღარ იქნებ და ამ დროს თითქოს იმდენად რაღაც სანუკვარს გართმევენ რომ შენ ამაზე ჯერ ოცნებაც ვერ მოასწარი, მაგრამ უკვე იქვე დამთავრდა და სულ ვიძახი ხოლმე რომ შეიძლება აი ამ საკითხთან შემხობლობისას მე თვითონ გავიაზრე ჩემი დიაგნოზი, იმიტომ რომ თითქოს მანამდეც მოკლედ ცოტა რთულია ამ საკითხებზე საუბარი და არც დიაგნოსტირება არ იყო, იცით, სარკომა იმდენად იშვიათი დაავადებაა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და სპეციალისტი მოვიარე გარშემო და მე კარგი ხანი ვფიქრობდი ხოლმე, რომ ნუ თუ არც ერთ ადამიანს არ გაახსენდა, რომ თუნდაც ჩემთან ამ საკითხზე აი ოდნავ უფრო მეტი ესაუბრა და არათუ გისმენდით და ვგრძნობდი და მადლიერებით ვისებოდი, არამედ აი კიდევ უფრო სხვაგან მიდის ხოლმე ჩემი განცდები და ალბათ ამასაც მიეწყმა მე ჩემი მთელი ცხოვრების საქმიანობა, რომ ძალიან მინდა რომ ინფორმაციის გავრცელების და ადვოკატირების კუთხით ვიმუშაო, რომ ის ტკივილი, რომელსაც ეხლა თუნდაც ეხლა ამ მომენტში განვიცდი, იმიტომ რომ ეს არ არის განვიცადე და დამთავრდა იმ წლებში ეს ხო, სხვათა შორის ეს საყოველთაო ცნობილია, რომ უკვე განკურნების შემთხვევაში Survivorship Clinic რო ეძახიან ქართულად ცუდად გადარჩენადობის კლინიკა, ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ თანადროულ მსოფლიოში ამბობენ, რომ კიბორ გამორჩენის შემდეგაც კი რჩება მთელი ცხოვრება გარკვეულწილად რაღაც ქრონიკულ დაავადებათო და აი შენ უკვე რაღაცნაირად შეეხე ამ თემას და როგორ ფიქრობ, რატომ ეს ფსიქოლოგიურად რჩება, დაბრუნების ჯიშია თუ ცხოვრების ხარისხი იცვლება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ღრმად განცდილი ემოციების შედეგია, რომ როდესაც იმდენად რთულ ემოციურ ჩავარდნას ვიღებთ, განსაკუთრებით აი ამ ონკოფერტილობას, არ ვიცი, ჩემთვის როგორ ჟღერს და რამდენად ღრმად და რამდენად მტკივნეულად. და ეხლა ვფიქრობდი, იმედის გადაწურვის გამო, ხო? ეხლა ვფიქრობდი ზუსტად, რომ მე რომ ეს იმედი მქონოდა, ჩემთვის ეხლა გაცილებით უკეთესი ცხოვრების ხარისხი იქნებოდა, იმიტომ რომ მე მაგალითად როდესაც ვფიქრობდი ხოლმე ვეღარ ვიხსენებდი რას ჩავჭიდებოდი. ნუ ძალიან კარგია ოჯახი, დედა, ძმა, ბებო, რომელზეც ვფიქრობ და რა თქმა უნდა мотиваციას იღებ, მაგრამ ეს სინათლე, რომელიც არათუ არ მქონდა, არამედ ჩაწყვეტილი მქონდა და თან მართლა გულწრფელად ისეთ საკითხებზე, რომელზეც ალბათ ჯერ ოცნებაც მოსწრებული არ მქონდა. შესაბამისად ძალიან რთული სიტუაცია და პერიოდი იყო იმ წლებში განსაკუთრებით ალბათ ვიტყოდი, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი
შეცვლილი, ამიტომ მინდა რომ გიცნობდეთ ყველა და მინდა რომ ეს იმედი და ეს სინაცვლე გქონდეს ყველას. ანუ ინფორმირებულობას პაციენტების ზოგადად, მოსახლეობის ზოგადად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არავინ არ ვარ დაზღვეული ხვალ რო გაიგოს ადამიანმა რომ აქვს ონკოლოგიური დიაგნოზი და ამ დროს არის იმ ასაკში როცა ჯერ კიდევ არ ყავს შვილი ან მომავალში უნდა ყავდეს ან თუნდაც როგორც თქვი თავშიც მე ხშირად მქონდა შემთხვევა რომ ხო ყავს შვილი კაცო ერთი რომ ყავს მე მინდა რომ მეორე მყავდეს და ვინ გეკითხება უთქვამს პაციენტს შენ მე მინდა რომ მეორეც გავაჩინო ანუ აქ ვერავინ ვერ უნდა მოგცეს ესეთი თქვა როგორც ბრძანეთ უხეშად საერთოდ არ გეყოლება ან მეორე რადგან და ეს ჩემი გადასაწყვეტია და აბსოლუტურად გეთანხმებით თამაში რაც ღირსების შემლახავი არ უნდა იყოს არც ერთი ნუ ეს კომუნიკაციის უნარების თემა არა მარტო ეთიკის და ბუნებრივია ამაში გვაქვს გარკვეული სისუსტე და ალბათ გადამზადება ჩვენ ექიმებს ჭირდებათ მაგრამ ჩემი კითხვა ახლა მინდა მივმართო სოფოიცით რისკენ აი ალბათონ მანინომ ძალიან კარგად ისაუბრა და ამაზე დაყნობით ასეთი რამ ჩდება თქვენ რო გწოდნოდათ რომ შესაძლებელი იყო საკვერცხის ასე ვთქვათ შემოწმება, მისი კვერცხუჯრედის შემოწმება და შესაბამისად მისი გაყინვა. წახვიდოდით თუ არა ამაზე? დიახ, დაუფიქრებლად და დაუფიქრებლადაც გვიპასუხა. ნამდვილად და კიდევ ერთ ცოტა შორიდან დავიწყებ თუ შეიძლება. ჩემი მკურნალობის პერიოდში მომიწია საქართველოში დამთავრება და ისრაელში გაგრძელება და შეიძლება ითქვას, რომ ისრაელში მთელი ეს ტკივილი და განცდები თავიდან გავიარე. ოღონდ რატომ? იქ ზუსტად ამიხსნეს, ზუსტად გამააზრებინეს, ზუსტად დამანახეს და პირდაპირ ვიგრძენი რა მნიშვნელობა ქონდა სწორ ინფორმირებულობას, სწორ ახსნას და სწორ ინფორმაციას და ასევე მათი გაუგონარი და დაბნეული სახეები არ მოვიწყდება, მე ეს რატომ არ გამიკეთეს. და ეს იყო ჩემთვის იმდენად ვერ აღგიწერთ, ეხლაც არ შემიძლია ამ განცდებს და ამ ემოციურობას გამოვუძებნო რაიმე ასე ვთქვათ სახელი, იმიტომ რომ როგორ ვთქვა, მათთვის იყო წარმოუდგენელი რომ მე საქართველოში ეს არ გამაკეთებინეს. უბრალოდ ვერ იგებდნენ და კარგი ხანი ჯერ საკუთარ თავებს უყურებდნენ და იქ არის კარგი. აი როგორც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ ამბობს ქალბატონ ნინოს ნათქვამზე დაყრდნობით თქო, იმიტომ რომ აი წეგან ახსენა ზუსტად რომ უბრალოდ მანდატორულია რომ ჯერ ამ საკითხის მოგვარება მოხდეს და მე კი ბატონო. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ქალბატონ ნინო თქვენ, იმიტომ რომ დიდი სინათლე და იმედი გვაქვს და მთელი ცხოვრების мотиваცია შეიძლება ითქვას და ის რომ ეს შესაძლებლობა აქ გვაქვს საქართველოში და გულწრფელად მწყდება გული რომ წლების წინ ვერ გიპოვეთ. მინდა გითხრა რომ დედობა არ არის მარტო კვერცხუჯრედი, ჩემო საყვარელო, შენ თუ გადაწყვეტ რომ აი ის მოგეკითხავთ, აი ეს მინდოდა აუცილებლად მეთქვა ჩემო საყვარელო და ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლეს და შენ ამის სრული უფლება გაქვს და ასევე შესაძლებლობა ასე რომ გააჩინე შვილი. აი მე კლავ მეიმედების და ეს ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ ვიდრე ჩვენ გადაცემას დავასრულებთ კიდევ ერთხელ მინდა განსხვავებული მადლობა უთხრა სოფოს, იმიტომ რომ ონკოპაციენტებს უჭირთ ხოლმე ყოფილ ონკოპაციენტებსაც კი ამაზე საუბარი მე მქონია სოფო მიცის შემთხვევა, როცა მინდოდა გარკვეულწილად შემეკრიბა ხოლმე ჯგუფის სხვადასხვა პროექტისთვის. ზოგი სიამოვნებით მოდიოდა, მაგრამ ბევრს არ მინდა იმ პერიოდის გახსენება. აი ეს არის ის ტრავმა, რომელიც რჩება, ეს კიდევ აყენებს ონკოფსიქოლოგიის პრობლემას და საბედნიეროდ შევქმნით, როგორც იქნა ეს საზოგადოება და იმედია აკრიფავს ახლა ისიც ნაბიჯებს. ეს კიდევ არის სოციალური პრობლემა, ეს არის მოსახლეობის ცოდნის დონე, განსწავლა, ესეთი საქმიანობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და ბევრი სხვა თემაა, მაგრამ მე მინდა ასე დავაყენო საკითხი და ასე დავასრულო ჩვენი დღევანდელი მედიდეა. რახან ჩვენ მედიდეაში ვართ, მე მგონი ბუნებრივია რომ გქონდეს ასეთი იდეა, რომ გარკვეული მიმართულება ჩვენც შევქმნათ არასამთავრობო ორგანიზაციებში, პაციენტთა ორგანიზაციებს, გულისხმობ ყოფილ პაციენტთა, მიმდინარე პაციენტთა, სადაც ონკოლოგიური, ასე ვთქვათ, პრობლემების შესახებ ვეწევით ადვოკატირებას, კომუნიკაციას, საზოგადოების მობილიზებას, შევქმნათ ეს მიმართულება, ამ მიმართულებით საინფორმაციო მასალების შექმნაში დაგვეხმარებიან მე მგონი სპეციალისტები და მოდით ამ მიმართულებით საინფორმაციო განმანათლებელი, ეგრეთ წოდებული კამპანიები და მე უკვე ქცევის
შემცვლელი კამპანიებით და ვიდრე დავასრულებ, აუცილებლად მინდა ამას ხაზი გაუსვა. იმედი მაქვს, რომ ექნება საშუალება მე სხვა სტუმრებსაც ვესაუბრო ამის შესახებ, რომ ალბათ ბავშვობიდან, სკოლიდან, სწორედ როდესაც არის დავა ხოლმე უნდა იყოს სექსუალური განათლება თუ არა, ეს არის სექსუალური განათლება. ეს არის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდება, როცა ადამიანი იცნობს თავის ანატომიას, ფიზიოლოგიას, შესაძლო დაავადებებს და პათოლოგიებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს და მზად არის იმისთვის, რომ თუ ასე მოხდა, იქცეს სწორად. სოფო, დიდი მადლობა შენი გულწრფელი ემოციისთვის. მე მინდა რომ მეც ამაგალვე ეს ტკივილი იქცეს დიდ სიხარულად ძალიან მალე თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით. ქალბატონ ნინო, რა სიტყოდი ჩვენს მაყურებელს და ამით დავასრულებ ჩვენს გადაცემას. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში მედიცინას უდიდესი განვითარება აქვს, ისევე როგორც ძალიან ბევრ სფეროს. დღევანდელ დღეს აღარ კვდება ადამიანი ინფარქტით, ხო? ესე იგი, აღარ არის პირველ ადგილზე. ისურტის შემდგომი კი ბატონო, კი. აღარ არის ეს იმიტომ, რომ მედიცინა ესე განვითარდა, ონკოლოგია დღეს აღარ არის განაჩენი. დღეს ჩვენ ერთად ვხედავთ აქ სოფო და ეს არის მნიშვნელოვანი და ვსაუბრობთ მომავალ შვილებზე. ესეც მნიშვნელოვანია და თქვენ აუცილებლად გეყოლებათ შვილი. ეს არის ასევე მნიშვნელოვანი ჩემთვის და მე მინდა რომ ეს ყველაფერი იცოდეს მოსახლეობამ, იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც კი ხვდება ექიმთან და იცოდეს იმის გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ ჩვენ არ გვაქვს განაჩენი, არასდროს უშვილობა და უნაყოფობა არ არის განაჩენი, არც ონკოლოგიური პაციენტისთვის, არც სხვა დაავადების მქონე პაციენტისთვის, რადგან საქართველოში ყველაფერი არის ის, რაც არის ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში. ერთადერთი დაფინანსების საკითხი არის მოსაგვარებელი და მე მიხარია დღეს ამ თემაზე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ ჩვენ ვეწევით ხოლმე ადვოკატირებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები, როდესაც მოусმენენ მე უკვე ჩვენს მტკიცებულებაზე, სტატისტიკაზე დაფუძნებულ, მეცნიერებაზე დაფუძნებულ მოთხოვნებს, იმედია, რომ გარკვეულწილად სამომავლოდ ჩაიდება მსგავსი არა მარტო სავალდებულო კვლევები, არამედ უკვე დაფინანსებაც, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ფონდი ეხმარება. თქვენი ფონდი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, დღეს აქ სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სოფოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნა რთული ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ საჭიროა. იმიტომ რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანისთვის შეიძლება აღმოჩნდეს გაკვეთილი წინაკაცი უკანასი ხიდია, როგორც იტყვიან და აქედან გამომდინარე ჩვენ დიდი მეც ვიტოვებთ ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღებთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მომავალ შეხვედრას.